ილია მეორეს ელოდებიან დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პატრიარქის სასახლეს აკურთხებს. დღეს შენობის რეკონსტრუქციიდან 155 წელი შესრულდა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი არაც რუსთაველის გამზირზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე არსებობს. ეს შენობა ძალიან ბევრი ისტორიას ინახავს. სწორედ ამ აივანზე 1946 წელს ცნობილი ქართული კინოფილმი ქეთო და კოტე გადაიღეს. პირველი შენობა სხვათა შორის 1802 წელს იყო აშენებული. იმ შენობაში პირველი მთავარმართებელი ციციანოვით, ანუ ციციშვილი, ის იმყოფებოდა. შემდგომში 1807 წელს მოხდა ხელმეორედ რეკონსტრუქცია ამ შენობის, მანამ სანამ ამ სახეს მიიღებდა. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს თავმჯდომარემა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია და ეკუთვნა აბრაჰამი. ამ დარბაზში გამოვიდა პროტესტის ნიშნად დელეგაცია, საქართველოს დელეგაცია, რომელმაც სწორედ ამ დარბაზში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს. ამ დარბაზს უამრავი სტუმარი ახსოვს. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ სტუმრები ყველაზე დიდი ოდენობის არიან მოსულები სწორედ ბავშვების როცა იყო სასახლე, მაშინ პიონერთა სასახლე, დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და ხვალთ ველით სტუმრებს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ შენობას. რომ ამ შენობაში ხდება არაჩვეულებრივი რამ. სადაც ბავშვებია, იქ ყოველთვის ოქროს ხანაა. და დღესაც ოქროს ხანა გვაქვს და გვინდა რომ უკეთესი იყოს რაც თავარია ბავშვებისთვის.